რა თქმა უნდა, მქონდა მაგზა მექნება ყოველთვის კლასიკურ მუსიკასთან შეხება. მაშინ სხვა დრო იყო, მე თვითნასწავლი მუსიკოსი გახლავართ, მაგრამ ყოველთვის კლასიკური მუსიკის მოსმენის დროს საერთოდ არ ვიცი რა მიმართებოდა, უბრალოდ ვითიშებოდი და ესე მთელი გულის ყურით უსმენდი. აღფრთოვანებული ვიყავი, ვერ მალავდი ჩემს ემოციებს. და ჩემი მშობლებიც ამას ამჩნევდნენ, რომ რაღაც განსაკუთრებულად განვიცდი, როდესაც უსმენდი კლასიკურ მუსიკას. ვთვლი რომ კლასიკური მუსიკა საერთოდ ძალიან ხვეთს ადამიანს და საერთოდ სხვანაირად განაწყობს ცხოვრების მიმართ. საქართველო არის იმ ქვეყნების, ასე ვთქვათ, მსოფლიოს წევრი ქვეყანა, რომელსაც ყავს წინვალი წარმომადგენლები, როგორც კომპოზიტორები, ასევე შემსრულებლები. რა თქმა უნდა, მხედველობაში მაქვს წინათაობის თუ თანამედროვე. ვთვლი რომ ყველა მშობელი ვალდებულია, რომ აი რამენაერად მაინც ბავშვს მაინც შეაყვაროს კლასიკური მუსიკა. ბავშვი აღარ უკვე დიდია, მაგრამ მე თუ ვამეცადნებ და ვამეცადნებ გიტარაზე თავის ის თავისი ასაკისთვის ძალიან კარგად უკრავს გიტარაზე. მაგრამ მე მაინც დიდი სურვილი მქონდა და მაქვს რომ მას მიიღო და მიიღოს, მინდა რომ მიიღოს სრული კარგი კლასიკური განათლება. მე ძალიან ბედნიერი ვარ და ძალიან მიხარია რომ ჩემი შვილი სწავლობს, ეუფლება კლასიკურ მუსიკას და ის იქნება ძალიან კარგად ინფორმირებული და ვთვლი რომ მას შეკითხვები ნაკლები ექნება ცხოვრებაში და თავარი ეს არის დაკავებული და მე ვთვლი რომ მას დიდი მომავალი აქვს და საერთოდ ასეთი მიდგომის შემთხვევაში წარმატება არ დააყოვნებს ნამდვილად. როცა ჩემი შვილი უკრავს, თუ ეს კონცერტია ძალიან ნერვიულობ რა თქმა უნდა. და როცა ჩემი შვილს უსმენ, რა თქმა უნდა ძალიან ბედნიერი ვარ და მიხარია რომ ჩემი შვილი უკრავს, რა თქმა უნდა ეს ნამდვილად ძალიან სასიამოვნოა ნებისმიერი მამისთვის და ნებისმიერი მშობელისთვის.